Განუსწრებული ცვლილებები განათლების სისტემაში მე-12 კლასი უკვე აღარ იქნება, ეს ყველაფერი შევიდა განათლების სისტემაში და ცვლილებები ყოველ შემთხვევაში რაღაცა მარტო მხოლოდ სკოლებს არ მოედო, მე მგონი კიდე გადაიზრდება უნივერსიტეტებში. სწორედ ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი ლიზა მოსიძე ისაუბრებს ჩვენ სტუმართან ერთად და მოდი გავშალოთ თემა და ვნახოთ აბა რა და როგორ. მოგესალმები ონისე, ეს მართლაც ის თემა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხება და რეალურად ფუნდამენტალური ცვლილებებია განათლების სისტემაში. ვხედავთ, რომ გასული თვეების და კვირების განმავლობაში ყველაზე აქტიურია რეფორმის საკითხი. რეფორმის ფარგლებში სავარაუდოა, რომ დაბრუნდება სასკოლო ფორმები და გაძლიერდება ღირებულებითი განათლება, მათ შორის სხვადასხვა სახელმწიფოს და საპატრიარქოსთან დაკავშირებული პროექტები. მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია უკვე დაამტკიცა, განსაკუთრებული კრიტიკა სასკოლო განათლების საფეხურზე განხორციელებულ ცვლილებებს მოყვა. რეფორმის ავტორები აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი პასუხისმგებლიანი და კონკურენტუნარიანი მოქალაქეების აღზრდაა, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ რეფორმას საფუძვლად სხვა იდეა აქვს. რეფორმა როგორც სასკოლო, ასევე საუნივერსიტეტო განათლებას ეხება, ცვლილებები რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათი უმრავლესობა 2026-27 წელს ამოქმედდება. იკრძალება გაკვეთილზე მობილური ტელეფონის გამოყენება, ბრუნდება სასკოლო ფორმები დაწყებით საფეხურზე, რომლითაც მოსწავლეებს მოუწევთ, რომ მათმა მშობლებმა უზრუნველყონ. 2026 წლიდან ასევე სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის სახლთან ახლოს არსებული სკოლა აღმოჩნდება და სწორედ ისინი ჩაირიცხებიან ამ სკოლაში პირველ რიგში სასწავლებლად. ყველაზე მასშტაბური ცვლილება ბოლო 10 წლების განმავლობაში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეეხებათ. იცვლება საფეხურები. მე-12 კლასში სწავლა უკვე ნებაყოფლობითი გახდება. მე-11 კლასი კი პროფესიული, ანუ არჩევითი საგნებით დაკომპლექტებული. შეიძლება სახელმძღვანელობის გამოცემის პოლიტიკაც, რაც გულისხმობს, რომ ყველა საჯარო სკოლაში ერთიანი სამინისტროს მიერ დაწერილი სახელმძღვანელოები შევა და ბოლოს ახალი რეფორმის დოკუმენტში ხაზგასმით არის მითითებული, რომ სკოლაში გაძლიერდება ღირებულებითი სწავლება, რაც სავარაუდოა ექსპერტების აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ ნიშნავს ევროპული დასავლური ღირებულებების ჩანაცვლებას, საპატრიარქოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტებით. რეფორმა უკვე იწვევს განსხვავებულ შეფასებებს საზოგადოებაში, ხელისუფლება მას სისტემურ განათლებად ხედავს, ნაწილი კი ექსპერტებისა და აკადემიური თავისუფალი სივრცეების საგანმანათლებლო მრავალფეროვნებას გულისხმობს ამ რეფორმაში, საუბარი ასევე რისკებზე. თემაზე საუბარს დღეს გავაგრძელებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. სტუდიაშია ჩვენთან ერთად მედია ტურაშვილი, მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წევრი და მოგვიანებით ჩაგვერთვება ასევე განათლების ექსპერტი, რომელიც უშუალოდ ტექნიკურად რეფორმის საკითხებს ჩაშლის და საინტერესო საერთაშორისო გამოცდილებაც ამხრივ. თუმცა პირველ რიგში ქალბატონო მედია თქვენგან, როგორც მშობლისგან, საინტერესო მოვისმინოთ შეფასებები, იმიტომ რომ ვისაც უშუალოდ ეხება ეს თემა, მისთვის უფრო სენსიტიურია. სკოლებში ფორმით უნდა დავიწყოთ, რომ დაწყებითი კლასის შვილი ყავთ. როგორ უყურებთ ამ საკითხს? მოგესალმებით და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედია აშუქებდეს ამ თემას და გვაძლევდეს საშუალებას განვაჟღეროთ ჩვენი წუხილები. დიახ, მე მყავს დაწყებითი კლასის ასაკის მოსწავლე და აი ამ ეგრეთ წოდებულ რეფორმას მოსმენისას და მის შინაარს გაცნობისას ხვდები, რომ სინამდვილეში არც არაფერი არ იცვლება თუ არ ჩავთვლით აი მე-12 კლასის საკითხს. აი ამ საკითხის გარდა სინამდვილეში ამ შემოთავაზებული ცვლილებებით ჩვენი სკოლებისთვის არაფერი არ იცვლება. მარტივად შეგვიძლია ავხსნათ რატომ. ფორმა, მობილური ტელეფონები, ეს ისედაც იყო საკითხები, რომლებიც სკოლის შინაგანად წესით რეგულირდებოდა და სხვათა შორის არსებობს კიდეც უკვე საჯარო სკოლები საქართველოში, რომლებმაც თავიანთი ინიციატივით ფორმად შემოიღეს, მშობლების თანხმობით ცხადია, ჰქონდათ ასეთი დასავლეთ საქართველოში იყო შემთხვევები, თუ სწორად მახსოვს. მობილური ტელეფონები ისედაც ზოგადად ასე არის, რომ ჩემი გამოცდილებითაც ზოგადად ასე არის, რომ საკლასო ოთახში არ გამოიყენება და სკოლებს შინაგანად წესში უწერიათ ეს მოთხოვნა.
რაც შეეხება იმ საკითხს, აი ეს მაგალითად იყო ასევე ეს რომ მხოლოდ 6 წლის შესაძლებელია რომ მივიდეს ბავშვი სკოლაში, ესე ცოტა ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ეს იცვლება ძალიან ხშირად და რეგულარულად იცვლება, ამიტომ ამაში რამე განსაკუთრებული სარეფორმოს მე ვერ ვხედავ. და კიდე საინტერესო არის ეს ესე იგი საცხოვრებელთან ახლოს უნდა იყოს სკოლა. ესეც ღიმილის მომგვრელია ერთის მხრივ, იმიტომ რომ რეგიონებში ისედაც ასეა, ხო სკოლაში სოფელში როცა ერთი სკოლაა, ხა სხვაგან საწავა, ბავშვი გასაგებია. არც არის სინამდვილეში სკოლები სამწუხაროდ, ხოლო დიდ ქალაქებში, აი როგორც არის თბილისში, დანგრეულია სკოლები და უწევთ ბავშვებს გინდა არ გინდა, მაინც უწევთ სხვა და მოშორებით სიარულის სკოლაში. ხო, ამიტომ ეს აი ამ ყველაფერს რეფორმა დაუძახო, ეს არის ჩემი აზრით ქილიკი, საზოგადოების დაცინვა. მე ამას როგორც მშობელი ესე შევაფასებდი. ხო, იმიტომ რომ თუ სიტყვა რეფორმას ვიყენებთ და ეს რეფორმა ვიცით რასაც ნიშნავს, თუ ამას არ ახორციელებთ ახალს რამეს საკეთილდღეოს არ დებ, ამ შემთხვევაში გამოდის რომ ძველს აახლებ არც კი და გვთავაზობ რეფორმის სახით ცოტა ხო განსაკუთრებით იმ ფონზე დამაფიქრებელია უბრალოდ. რა პრობლემებიც გვაქვს სკოლებში, ხო? სხვათა შორის ეს კონცეფცია, რომელიც გამოქვეყნდა, ჩამოთვლის ამ პრობლემებს და ძალიან სიღრმისეულად გაკეთებს კარგ ანალიზს, რომ სკოლებში არის ინფრასტრუქტურის პრობლემა, რომ არ არის ლაბორატორიები და კვებითი კუთხეები ბავშვებისთვის, რომ მეთოდოლოგია მოძველებულია, რომ თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს ჩვენი სკოლა. კი ბატონო, მაგრამ ამას ვაგვარებთ ფორმით, ტელეფონის აკრძალვით და მე 6 წლის ბავშვის მიყვანით სკოლაში მხოლოდ ანუ ეს ხომ აი ასეთ პასუხს მთავრობამ საზოგადოებას არ უნდა სცემდეს, ამიტომ ამბობ რომ ეს არის დაცინვა ჩვენი ერთის მხრივ თვითონვე აღიარებენ იმ უმძიმეს სიტუაციას სკოლაში და მეორეს მხრივ გვეუბნებიან რომ რეფორმა არის აი ეს რასაც ესენი გვთავაზობენ ის რაც ისედაც ხდება სკოლაში რეალურად ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ალბათ რაღაც სიკეთეებიც ამ რეფორმაში და ასეც მოხდა საზოგადოების აზრი, იმიტომ არის სწორად გაყოფილი რომ ბევრი მშობლისთვის სასიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა ამ რეფორმის ლისტში, რომ მოხდა იგივე ფორმები, იგივე ის რომ საგაკვეთილო პროცესში ოფიციალურად აკრძალული და რაღაცა მნიშვნელოვნად ლიზა მე-12 კლასი მე მგონი რომ გამოყენებული არა ეს დადებითი შეფასება რაც მოყვა საზოგადოების მხრიდან თუმცა ხო მაგრამ ბევრს ნაწილს რაღაც ისიც გაუხარდა რომ მე-12 კლასი არ იქნება და ამით თავიდან აიშორებს ზედმეტ ხარჯებს, ზედმეტ რაღაც, მაგრამ ეს ხომ ეხება საჯარო სკოლებს. აი დადებით ნაწილზე რომ გიპასუხოთ მაგალითად ფორმასთან დაკავშირებით, ხო? სამინისტროს რომ ჰქონოდა რეალური კონსულტაცია მშობლებთან, სპეციალისტებთან, მიხვდებოდა რომ ეს ერთი ფორმის პრინციპი არის ხშირად პრობლემატური იმ სპეციალური საჭიროებების ბავშვებისთვის და სხვათა შორის ჩვენ მოძრაობას ჰქონდა ფორუმი, განათლების პოლიტიკის ფორუმი, სადაც მოვიწვიეთ მშობლები, სტუდენტები, მოსწავლეები, განათლების სპეციალისტები და სწორედ იქ ერთ-ერთმა მშობელმა დააფიქსირა ეს აზრი, რომ მისი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი უბრალოდ განსხვავებულ ტანსაცმელს ვერ იცმევს. არ შეუძლია ბავშვს, იმიტომ რომ სპეციალური საჭიროების მქონია, ხო? ეს რომ სწოდნოდა განათლების სამინისტროს, მას რომ კონსულტაცია გაიარა მშობლებთან და სპეციალისტებთან, აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ აი ასეთი მიდგომით, რომ ესე იგი ყველა ერთნაირი უნდა იყოს, ყველას ერთნაირი ფორმა უნდა ეცვას, შეიძლება გარკვეული ოდენობის მოსწავლეებს პრობლემა შეექმნა. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ შესაძლებლობებთან, ხო? ესეც ცხადია. მშობელმა უნდა უზრუნველყოს ეს ფორმები, გარდა რა თქმა უნდა სოციალური დაუცველებისა. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ეს ფორმის თემაც არის ყურადღების გადატანის მცდელობა, იმიტომ რომ ეს არ არის ძირეული პრობლემა სკოლის ცხოვრებაში. აი ეს არის პრობლემა. მით უმეტეს თან ჩვენ დაწყებითი განათლების საფეხურზე ვლაპარაკობთ, ხო? ხა პირველიდან მე-6 კლასის ბავშვებისთვის ფორმის ჩაცმა არ ჩაცმა ეს მე რამდენი ხარისხოვანია, იცით? მე ასე არ ვიცი რომელ ხარისხოვანი. ხო, ის ძირეული პრობლემები რომლებზეც ასევე არის რეფორმაში საუბარი, აუცილებლად უნდა შევეხოთ. იგივე კურსის შეცვლა, რომელიც შეფასდა ასე ექსპერტების მიერ და მშობლებიც სოციალურ ქსელში განსაკუთრებით წერდნენ ამის შესახებ, რომ ღირებულებითი სწავლება, აი თქვენთვის რას ნიშნავს? ამ ტიპის სწავლება რას მოიცავს და ის რომ ამდენი წლის განმავლობაში, იგივე 2024 წლიდან 4 წლიდან
პერიოდიდან ბოდიში, სადაც ვიცით რომ განათლების ეროვნულ გეგმაში იყო ჩაწერილი, რომ უნდა ყოფილიყო დასავლური მისწრაფებებისა და დასავლური ღირებულებების ინტერესების გამტარი საჯარო სკოლები ყოველ შემთხვევაში და ახლა თითქოს იცვლება ხო ეს კურსი ისევე როგორც ქვეყნის პოლიტიკა და კურსი. აი თქვენთვის მშობლისთვის რას ნიშნავს ამ ტიპის გადაწყვეტილება? ეს ჩემთვის არის ბუნდოვანი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი ზუსტად რა გეგმა აქვს და რას აპირებენ, ხო? ანუ არ უთქვავთ ეს. რაც ჩვენ გავიგეთ, ასე ყურმოყრით იყო პოლიციელების, სამხედროების თუ არ ვიცი, სასულიერო პირების სკოლაში შესვლა. ჩემი არგუმენტი აქ არის ის, რომ ამ ჯგუფებს, არ ვიცი, პოლიცია იქნება, სამხედრო თუ სასულიერო პირები, მათ არ აქვს ცოდნა ბავშვებთან ურთიერთობის. ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ წლებია, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლობით პროფესიულ განათლებაში, პროფესიულად არიან ჩართული ამ ესე იგი საგანმანათლებლო პროცესში, მათ აქვთ პრობლემები ბავშვებთან დამოკიდებულების და ამ დროს სკოლაში შემოყვავს პირები, რომლებიც საერთოდ არ არიან გათვითცნობიერებული ბავშვების ფსიქოლოგიაში, ბავშვთა ფსიქოლოგიაში მაგალითად, ხო, სწავლების სპეციფიკაში და ასე შემდეგ. ანუ ჩემი პატივისცემის და მიუხედავად ყველა ამ ჯგუფის მიერ მე თვითონ ოჯახში მაგალითად სამხედრო პირი მყავს მეუღლე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან მზად სკოლაში შევიდნენ და ბავშვებთან დაიწყონ ურთიერთობა, ხო? მე მგონი ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ. ანუ სკოლა ეს ხო არ არის ღია დერეფანი, სადაც ნებისმიერ შეუძლია შევიდეს და გამოვიდეს, ხო? ეს იმ პირობებში, როდესაც მაგალითად არაფორმალური განათლება, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან კარგ დონეზე იყო საქართველოში, არაფორმალური განათლებისთვის სკოლის კარები სრულიად ჩაკეტეს, ხო? არავის გარედან, ასე ვთქვათ, შესვლა არ შეუძლია. ის კი არა, მშობლებსაც კი არ შეგვიძლია სკოლაში ფიზიკურად შესვლა ბარიერების და 9-მთა და 9 ზღვა გადალახვის გარეშე. ამიტომ ხო, ჩემთვის ეს ყველაფერი იწვევს შეკითხვებს სინამდვილეში და მე მგონი ეს ბუნდოვანებაც არის სპეციალური პოლიტიკა, რომ დაგვაბნიონ და განც და გააჩინონ, რომ აი ვითომ რაღაცას აკეთებენ. რეალურად შეკითხვები მართლა არსებობს და ამიტომ იწვევს და საინტერესო ამ შეკითხვებს როგორ პასუხობს ამ შემთხვევაში ხელისუფლება რეფორმის სახით და რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტები, პროფესიონალები, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იკულიეს ეს თემები. შალვა ტაბატაძეა ჩვენთან ხაზი. მოგესალმებით ბატონო შალვა, თუ გესმით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და მადლობას გიხდით მონაწილეობისთვის პირველ რიგში. თქვენ უსმენთ, მსჯელობდით და საინტერესოა თქვენი აზრი, რეფორმა მოიცავს მრავალ პუნქტს და აქედან რამდენიმე ალბათ ყველაზე საგულისხმოა, ხო? თქვენი შეფასება როგორია და რას ფიქრობთ, რომელია ყველაზე საყურადღებო აღებო ამ შემთხვევაში? მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. პრინციპში გამოყოფა რომელიმე კონკრეტული მიმართულების გამიჭირდება, იმიტომ რომ მთლიანობაში რეფორმად წოდებული შემოთავაზებული იდეები მთლიანობაში არის და ერთიანად არის პრობლემატური, რომელიც ერთის მხრივ არ იწვევს განათლების ხარისხის განვითარებას და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას ჩვენი მომავალი თაობისთვის, მეორეს მხრივ ჩვენს განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით ქმნის სერიოზულ დაბრკოლებებს და პრობლემებს. ამიტომ მთლიანობაში და ერთიანობაში, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ზოგადი განათლების კონცეფცია არის პრობლემატური. კონცეფციას ვერ დავარქმევ და ვერც რეფორმას ვერ დავარქმევ პრინციპში. ეს არის მცდელობა გარკვეულწილად განათლების სისტემის დამორჩილების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ განათლების სისტემის გამოყენების იმ მმართველობითი სისტემისთვის, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოში ყალიბდება. შესაბამისად, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. შეგვიძლია განვიხილოთ, რა თქმა უნდა, კონკრეტული საკითხების და კონკრეტული მიმართულებების, თუმცა მთლიანობაში ვხედავ პრობლემას რეფორმად მოწოდებულ იდეებში. საზოგადოების უმრავლესობას რა თქმა უნდა ესმის, რომ ამ რეფორმიდან უფრო მნიშვნელოვანი პუნქტია იგივე მე-12 კლასის გაუქმება და არჩევითობა, ვიდრე სასკოლო ფორმები, ხო? აი თქვენი გამოცდილებით რა მასშტაბის ცვლილებებს მოიტანს? ჩვენ ხშირად გვისაუბრია მათ შორის ამ ეთერში, რომ საერთაშორისო სტუდენტებს ძალიან დიდ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ არ ექნებათ სრული საბაზისო განათლება ქვეყანაში მიღებული, იგივე გულისხმობ 12 კლასის სრული ატესტატი. აი როგორია
მაგალითად ამერიკაში სწავლის მოთხოვნები თქვენ გააქვთ ამის გამოცდილება და ჩვენს მაყურებელს უფრო დეტალურად რომ ავუხსნათ, რა საფეხურების გავლა გახდება დამატებით საჭირო იმისთვის, რომ ამ ტიპის განათლების შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველ მოსწავლეებს და სტუდენტებს. კი ბატონო, რაც შეეხება უშუალოდ ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების შემცირების საკითხს, მე ამ საკითხს პრინციპში ორ ნაწილად დავყოფდი. პირველი ნაწილი გულისხმობს, რაც თქვენ ახსენეთ, თავსებადობის საკითხს, ანუ რამდენად თავსებადი ხდება ჩვენი ზოგადი განათლების სისტემა ევროპულ საგანმანათლებლო თუ ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემის მოთხოვნებთან. ეს თავსებადობის პრობლემა თავისთავად დგება და პრინციპში განათლების და მეცნიერების სამინისტრო აღიარა, რომ ეს თავსებადობის პრობლემა დადგება და გამოწვევა იქნება ნებისმიერი სკოლის დამთავრებულისთვის, იმიტომ რომ 12 კლასიანი მოთხოვნა და ზოგიერთ შემთხვევაში 13 კლასის მოთხოვნა არის ევროპულ ქვეყნებში და სწორედ ამიტომ იყო შემოთავაზებული არჩევითი მე-12 კლასის დამატება, რაც ერთგვარი აღიარება იყო თავდაპირველი ვერსიის. თუმცა უფრო მეტად გამოვყოფდი შინაარსობრივ პრობლემა, ანუ თავსებადობა, რა თქმა უნდა, არის პრობლემური და გაუჭირდებათ ხშირ შემთხვევაში ამ თავსებადობის პარამეტრების დაკმაყოფილება, მაგრამ რომ გადავიდეთ შინაარსობრივ ნაწილზე, აქ უფრო მძიმედ გვაქვს პრობლემები. ანუ 12 წელი ეს ხო არ არის რაღაც მექანიკური პროცესი და მხოლოდ ანუ შინაარსობრივისგან დაცლილი პროცესი, ეს არის შინაარსის დატვირთული პროცესი. ანუ 12 წელი და 13 წელი ევროპულ ქვეყნებში გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რატომაც არის ამ ხანგრძლივობის განათლება. პირველი ეს მნიშვნელოვანია, რომ მოციფულობა მოსწავლეების უკვე 19 წლის ასაკში არის გაცილებით მეტი, როცა მათ შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურზე საკუთარი პროფესია აჩიონ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის, მათ ჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები, რომლითაც ისინი შეძლებენ უმაღლესი განათლების მიღებას და ამისათვის განსაზღვრულია კონკრეტული მიმართულებები, თუ რა ცოდნა და რა უნარები ჭირდებათ და ძალიან მომზადებული კადრები ჭირდებათ მათ უკვე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში. როგორც მაგალითად მათემატიკის, ფიზიკის, კვლევითი მიმართულებით, ზოგადი უნარების განვითარების მიმართულებით და სწორედ ამ შინაარსია უკვე ჩვენთან პრობლემა, რამდენად შეძლებს ჩვენთან ფაქტობრივად 10 წლიანი განათლება, იმიტომ რომ ფაქტობრივად ითქვა, რომ ეს იქნება 10 წლიანი განათლება, მე-11 კლასი იქნება რეპეტიტორიუმი, რაც გულისხმობს, რომ პირველი 10 წლის განმავლობაში ნასწავლ მასალას გაიმეორებენ, ხოლო მე-12 კლასი რა იქნება, არავინ არ იცის, მხოლოდ მსურველთათვის იქნება ფორმალური მე-12 კლასი, რომელსაც რას ისწავლიან კაცი-შვილმა არ იცის. აქ სერიოზული პრობლემა, როგორ მოვახერხებთ ჩვენ 10 წლის განმავლობაში ვასწავლოთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 12 წლის განმავლობაში და რაც გულისხმობს. მაგალითად, რო ავიღოთ მათემატიკის მიმართულება. როდესაც საუბრობენ ხშირ შემთხვევაში 3 წლიან პროგრამაზე ბაკალავრიატში, რომელიც ევროპის ქვეყნებში არის, იქ მოდიან ძალიან მომზადებული მოსწავლეები სკოლიდან, რომლებსაც იგივე მათემატიკის მიმართულებით კალკულუსამი, სტატისტიკა და შესაბამისი ცოდნა აქვს მიღებული სასკოლო განათლებაში და ეს მოთხოვნები აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს წაყენებული და ჩვენ რა ტიპის ცოდნას ვაძლევთ 12 წლის განმავლობაში წელს და თან ვამბობთ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენი სასწავლო გეგმები არის გადატვირთული და უნდა განიტვირთოს. და ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მისაღები გამოცდების შედეგებს თუ ავიღებთ, მაგალითად მათემატიკის მიმართულებით 40,000 აბიტურიენტებიდან მათემატიკას აბარებს მხოლოდ 14,000 აბიტურიენტი, ანუ მხოლოდ 14,000 აბიტურიენტის ცოდნას 30%-ზე ოდნავ მეტის ცოდნას ვზომავთ ჩვენ მათემატიკაში და იქიდან 7,000 აქვს დაბალი შედეგები და ხშირ შემთხვევაში მინიმალურ ზღვარს გადავალთ. 12 წლის განმავლობაში ჩვენ მათემატიკას ვერ ვასწავლით იმ დონეზე, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახოს ჩვენმა მოსწავლეებმა, როდესაც ევროპულ სახელმწიფოებში შინაარსობრივი თავსებადობის თვალსაზრისით სტატისტიკას და კალკულუსს და უმაღლეს მათემატიკას სწავლობენ. და ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ უნდა განტვირთოთ პროგრამები, იმიტომ რომ დატვირთული გვაქვს და გარდა ამისა 12 წლის ნაცვლად ვასწავლოთ 10 წელი. და აი აქ არის
მთელი გასაღები ამაც წელიწადში შინაარსობრივად რას ვაკეთებ და შინაარსობრივად როგორ ვასწავლით უკეთესად ისე რომ ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რასაც ვაკეთებ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ჩვენი არსებული საგანმანათლებლო სისტემა რომელიც ცოდნას ვეღვაწებთ მოსწავლეებს კიდევ უფრო უმცირებთ შესაძლებლობას რომ გარკვეული ცოდნა მივიღოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი თუ გაგიჩნდათ კითხვები რომ რატომ უნდა ყოფილიყო ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება და სახელმძღვანელოებზეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ერთი მხრივ ფინანსური საკითხი და მეორე მხრივ არის საკითხი რომ ჩვენ რეალურად მსჯელობა დავცალეთ შინაარსისგან და ვსაუბრობთ 12-11-10 და ვსაუბრობთ იმ შინაარსზე რომელიც იგულისხმება განათლების პოლიტიკაში რა შინაარსით უნდა იყოს დათვალიერებული ამაც წელიწადში რას ვასწავლით როგორ ვასწავლეთ როგორ ვაკეთებთ იმას რომ ანუ რა ქმნის ხარისხიან საგანმანათლებლო სივრცეს სკოლის ხელმძღვანელობა მასწავლებელი სასწავლო შინაარსი და რესურსები ინფრასტრუქტურა ხო აი ამ თვალსაზრისით რას გვეუბნება ჩვენ განათლების რეფორმა ზოგადი განათლების რომელიც წარმოგვიდგინეს როგორ მოახერხებს განათლების სისტემა რომ მასწავლებლები რომელიც ყავს და ხშირ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ რომ მათი კვალიფიკაცია არის დაბალი და მაგალითად მათემატიკის მასწავლებელმა ხშირ შემთხვევაში არის მათემატიკა როგორ ახერხებს სისტემა რომ ამ სისტემაში მოიზიდოს და იყოს საუკეთესო კადრი როგორ ახერხებს სისტემა რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როდესაც ფიზიკის ქიმიის მასწავლებელთა საშუალო ასაკი 55 წელს ზევით არის და ქალაქის სკოლებსაც კი უჭირს ფიზიკის მასწავლებლის მოძებნა კვალიფიციური აი ამ მასწავლებლების მომზადებას როდესაც უმაღლესმა სასწავლებლებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 20 ფიზიკის მასწავლებელი მოამზადეს როგორ ახერხებს იმას რომ არაკვალიფიციური პოლიტიკური ნიშნით დანიშნული სკოლის დირექტორების ნაცვლად ყავდეს მაღალი პროფესიონალი სკოლის დირექტორები რომლებიც შეძლებენ სასწავლო პროცესის მართვას და მასწავლებლების ყოველდღიურ განვითარებას როგორ მოახერხებს სამინისტრო რომ სკოლების ინფრასტრუქტურის 60% როდესაც სავალალო მდგომარეობაშია და მილიარდი ლარი დაიხარჯა და მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა აი ამ რეფორმის ფარგლებში ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება ამ შინაარსისგან აბსოლუტურად დაიცალა და ვსაუბრობთ 12-11 კლასზე მობილური ხმარებაზე ფორმების ჩაცმაზე პირველ კლასელების რეგისტრაციაზე ხოლო რაც განათლების ხარჯს და რეალურ განათლებას უზრუნველყოფს იმაზე არ ვსაუბრობთ იმაზე რომ 10 წელიწადში როგორ ვასწავლით იმას რასაც ევროპელები ასწავლიან 12-13 წლის განმავლობაში როდესაც 12 წლის განმავლობაში ვერ ვასწავლით და მასწავლებლები არ ყავს კვალიფიციური შესაბამისი. სწორედ ეს არის რომ შემოთავაზებულია ისეთი საკითხები და საუბარი მიდის ისეთ საკითხებზე რაც განათლებას არ ეხება და არის ანუ ვინც ეს მოიფიქრა ისინი არიან პოლიტიკოსები, რომელსაც გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური მიზნები და ეს რეფორმა ემსახურება ამ პოლიტიკურ მიზნებს და არ ემსახურება საგანმანათლებლო მიზნებს. ამიტომ არ არის საგანმანათლებლო საკითხებზე მსჯელობა და საუბარი. თუმცა ის ტექნიკური საკითხებიც, რასაც რომ 12 წლიანი იქნება თუ 11 წლიანი, 3 წლიანი თუ 4 წლიანი, იწვევს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას და დაბრკოლებას თავსებადობის თვალსაზრისით, რომელიც არის სერიოზული გამოწვევა. სახელმძღვანელოებზე მკითხეთ ხომ გოგო? სახელმძღვანელოებზე საინტერესო ხო რას ფიქრობთ, რამდენად რეალურია რომ ერთი ტიპის სახელმძღვანელოთ ისწავლებოდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში და უნდა იყოს თუ არა არჩევით იგივე გამომცემლობებს, უნდა ქონდეთ თუ არა საშუალება წარადგინონ მათი სახელმძღვანელოები და როგორ უყურებთ ამ საკითხს ეს განათლების ხარისხს რამდენად თქვა გაუმჯობესებს ამ პერიოდში? ნუ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჯერ ერთი წარმოუდგენელია, ისედაც წარმოუდგენელია, რომ დღევანდელ პირობებში, როცა 3-4 სახელმძღვანელო არსებობს, ყველა მოსწავლის საჭიროებები დააკმაყოფილოს სახელმძღვანელომ. ანუ აქ მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რომელიც იყენებს ბევრ სხვადასხვა რესურსს და ხშირ შემთხვევაში თვითონ ქმნის რესურსს, რომელიც მოსწავლეთა საჭიროების შესაბამისია. ზოგადად კვლევები ადასტურებს, როგორი ტიპის მასწავლებელს აქვს კარგი შედეგი. მასწავლებელი, რომელიც პირდაპირ იყენებს გამზადებულ რესურსს, მას აქვს ყველაზე დაბალი შედეგი. მასწავლებელი, რომელიც ცდილობს რამდენიმე რესურსი და მისთვის საჭირო რესურსი მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენოს, მას აქვს უკეთესი შედეგი, ხოლო მასწავლებელი, რომელიც არის შემოქმედებითი და თვითონ ქმნის ამ რესურსებს, მის მოსწავლეებს აქვს საუკეთესო შედეგები. ამიტომ ფოკუსირება რესურსების მრავალფეროვნებაზე უნდა იყოს და მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე. თუმცა მეორე მხრივ, როცა მასწავლებელთა კვალიფიკაცია დაბალია, შესაძლოა
კარგად მომზადებული სასწავლო რესურსი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა აქ დგება მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის თავისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი რესურსის არსებობა, რომ კვალიფიცირებულმა მასწავლებელმა შეძლოს მისი ხარისხიანად გამოყენება და ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო სახელმძღვანელოებში ჩვენ გვაქვს პრობლემები და არის ხარვეზიანი გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა გვაქვს პროგრესი მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოები იქნება დამოუკიდებელი ავტორებისა და გამომცემლობის მხრიდან და ეს პროგრესი განაპირობა სწორედ იმ სისტემამ, როდესაც კონკურენციის პირობებში ადამიანები ვითარდებოდნენ, აკვირდებოდნენ როგორ მუშაობდა საკუთარი სახელმძღვანელო და აუმჯობესებდნენ ამ სახელმძღვანელოს. კიდევ ერთხელ მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომელიც დღესაც არის სასკოლო სახელმძღვანელოებში, ის არის ერთად გაუმჯობესებული ბოლო 20 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ერთი სახელმძღვანელო შემოტანა, რომელიც იქნება უპირობოდ ყველა სკოლაში მიღებული და იქნება მუდმივად, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პრობლემას სახელმძღვანელოების ხარისხის განვითარების თვალსაზრისით და იმ საჭიროებების თუ იმ პრობლემების, რომელიც შეიძლება სწავლების პროცესში წარმოქმნას, იმის გამოსწორების თვალსაზრისით. ამიტომ ვიღაც ავტორთა ჯგუფი აიღებს მნიშვნელოვან ხელფასს გარკვეულ სახელმძღვანელოში, დადებს და მის გაუმჯობესებაზე ფიქს არავინ არ დაიწყებს. საინტერესო იყო ისე თქვენი აზრი, ახლა დაანონსებული იყო დღეს რამდენად რეფორმად შეიძლება დიდ რეფორმად ჩაითვალოს, თორსა ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას აპირებენ ზოგადად და ეს აზრით საინტერესო იქნებოდა თქვენ. რეფორმა მექანიკური პროცესის, როდესაც ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ეს რეფორმა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი ამ უნივერსიტეტების კვლევების სწავლებიდან გამომდინარე, მათი ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი, ანუ ვისაც ქვია თვითონ უნივერსიტეტი, მივიდოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომ უპრიანი იქნებოდა გარკვეული მიმართულებების გაერთიანება. ან თუ ეს იქნებოდა ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე საუნივერსიტეტო გადაწყვეტილება და მას ეკნებოდა შესაბამისი დასაბუთება. მაგრამ ჩვენ ესეთი რამე ფაქტად არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც პოლიტიკოსებმა ჩათვალეს, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, შესაბამისად სამეცნიერო და აკადემიურ ღირებულებაზე ამ გადაწყვეტილების ამ თვალსაზრისით ვერ ვისაუბრებთ, თუმცა თვალნათლივ რა თქმა უნდა დადგება პრობლემები ამ ორი ისტორიული უნივერსიტეტის იდენტობის თვალსაზრისით, რომელიც არ მხოლოდ ისტორიული იდენტობის პრობლემაა, არამედ პრობლემაა საერთაშორისო თანამშრომლობის პრობლემაა, იმ აკადემიური მიმართულებების შემდგომ განვითარების, რომელიც ამ უნივერსიტეტებშია, პრობლემა კულტურის და ტრადიციის, რომელიც ამ უნივერსიტეტებში არის ჩამოყალიბებული, ისევე როგორც ზოგადად პრობლემაა, როგორც აღნიშნე, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება, ისე რომ ამ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა ის აკადემიური პერსონალი, ჩასული ის ადმინისტრაციული პერსონალი, ის სტუდენტობა, რომელიც ამ უნივერსიტეტებს წარმოადგენენ. და სწორედ ხო ამიტომ იყო ალბათ, რომ საზოგადოებაში გამოიწვა ამ ტიპის აღშფოთება, ის რომ მონაწილეობა არ მიუღია ამ გადაწყვეტილებაში, არ შექმნა გოლს, ვისაც ეხება უშუალოდ. თავისი ტიპის გადაწყვეტილება, თუ კი ეს მოდის აკადემიური საზოგადოებიდან, სტუდენტებიდან და უნივერსიტეტიდან, შეიძლება ის ეფუძნებოდეს და იყოს მისაღები გარკვეული არგუმენტაციით. თეორიულად საუბრობ ამაზე, მაგრამ ამ ტიპის გადაწყვეტილება ესე მიღებული, რომლის არანაირი დასაბუთება ჩვენ არ მოგვისმენია, რთულად წარმოსადგენია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონ შალვა, ყოველთვის საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა და მნიშვნელოვანია, რომ ხო ეს რეფორმა ეხება არა მარტო სასკოლო განათლებას, როგორც ისე ახსენა საუნივერსიტეტო განათლებას დიდწილად შეცვლის. თუმცა რახან დღეს მაინც სასკოლო განათლების რეფორმაზე ვსაუბრობდით. საინტერესოა თქვენი აზრით, აი რესურსებთან დაკავშირებით გინდოდათ, რომ ბატონ შალვას შეფასებაზე გაგეკეთებინეთ კომენტარი და აი როგორც მშობელი რას ფიქრობთ, შეხება გაქვთ ყოველდღიური ამ სახელმძღვანელოებთან, სხვადასხვა კლასის სახელმძღვანელობის პროგრამას ეცნობით და რისი თქმა შეგიძლიათ ამ რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე?
დიახ, ძალიან კარგად განმარტა ბატონმა შალვამ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს ამ სწავლების პროცესში ცხადია და რესურსები. ხო, როგორ კურსი ირჩევს? დიახ, როგორ კურსი ირჩევს და მე ნამდვილად შემიძლია საკუთარი გამოცდილების, შვილების გამოცდილებიდან ეს დავადასტურო. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ჩემი უფროს კლასელი შვილი მეცადინეობის დროს, მათ შორის მათემატიკაზეც იყენებს ვიდეო გაკვეთილებს, იყენებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ რაღაც აპლიკაციებს, რომელიც მეც კი არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ, მეცადინეობს ამ ესე იგი საშუალებების გამოყენებით და ძალიან წარმატებული მოსწავლეც არის თავის კლასში, ხო, მაგრამ ნახეთ როგორ არის სიტუაცია. იმისათვის რომ მასწავლებელს ან მოსწავლეს ჰქონდეს ეს დამხმარე რესურსები, მინიმუმ ამ ბავშვებს ინტერნეტი მაინც უნდა ჰქონდეთ და ჩვენ გვაქვს რეგიონები, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები, მაგალითად, საქართველოში, სადაც სკოლებში, ოჯახებში ინტერნეტი ფიზიკურად არ არის. სადაც აი წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში ბავშვებს არ მიუწვევათ ხელი ასეთი თანამედროვე ტიპის რესურსზე. ამიტომ მათ როგორი წიგნიც არ უნდა ჰქონდეთ, მაინც ეს არ იქნება სრულყოფილი, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, რომელ ეპოქაში ჩვენ ცხოვრობთ, ხო ასეა რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ განათლების სისტემას ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც ბატონი შალვა საუბრობდა და ამასთან ერთად განათლების სისტემას და განათლების უფლებას ხედავდეთ როგორც სოციალურ უფლებას, ხო? ანუ ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რომ ვისაც აქვს მეტი ფული და მეტი საშუალება, ის იღებს მეტნაკლებად ხარისხიან განათლებას. პრივილეგია გახდა განათლება. პრივილეგია, აბსოლუტურად პრივილეგია. როგორც სასკოლო განათლება, ისე უმაღლესი განათლება. სასკოლო განათლების დონეზე ნამდვილად გეტყვით იმას, რომ ანუ სკოლაში სწავლების ხარისხის კუთხით იმხელა ხარვეზია, რომ მშობლები უბრალოდ უამრავ რესურს, ფინანსურ რესურს დებენ იმისთვის, რომ დამატებით მასწავლებლებთან იარონ მათმა შვილებმა. ეს პირველი კლასიდან იწყება ხშირ შემთხვევაში და ნუ უფრო და უფრო რთულდება ზედა კლასებში ცხადია. ამიტომ არავინ და შემდეგ რეგიონებში თუ ვისაუბრებთ, ცხადია იქ ამ დამატებითი რესურსების თუ კომპეტენტური ადამიანების პრობლემაც არის, ხო, ვინც ამეცადინებს ბავშვებს. ამიტომ არავინ არ თქვას, რომ ამ ქვეყანაში განათლება საყოველთაოა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და რეალურად ეს პრობლემა რომ კომპლექსურია და მოიცავს ყველა რგოლს და რეფორმის ფარგლებში მოცებულ ყველა თითოეულ პუნქტში კიდე მრავლად არის პრობლემები. ამაზე საუბრობენ მშობლებიც, ექსპერტებიც და მადლობა სტუმრობისთვის. მედია ტურაშვილი, მოძრაობა დემოკრატიისთვის გქონოდა დაგემშვიდობებით.